დედა რა კაბა? ეხლა ამას მე სასწრაფოდ უნდა გადავუღო ფოტო, არა. არა, ზუსტად გოჩიკოს შარვლის ნაჭერია. წაუღებ ეხა ამას ლიდას და ამ შარვლისგან შევკერავ კაბას. მაინც არ ხმარობს გოჩიკო ამ შარვალს რა. გადასარევია. მაიმე გოჩიკო, ნახე რა, გეხვეწები შეხედე რა, როგორი შავი კაბაა, რაღაცნაირი დახვეწილი და სადა გოჩა. შავი, კარგია. განიყიდე, ან შეიკერე, ჩემ გასვენებაში გამოგაგებ. რეალობეთი რა, დედა რა კაბაა. რა გჭირს გოჩა? ბატონო, აი რა მჭირს. რა არის გოჩა ესა? აი რა არის გოჩა? მაინც ეს შარვალი რატო გახიე? მე რო კაბი შეკერვა მომინდა რა. დაივიწყე რუსო კაბა რა. დავივიწყე რუსო? ეს დავივიწყე და მარტო ეს კი არა, ცოტა ხანში ჭამას დავივიწყებ და ცოტა ხანში ყეფასაც დავივიწყებ. რა დაგემართა გოჩა, რა გჭირს? რა დამემართა და ძაღლმა მიკმინა. რა? მანახე გოჩა. სადა როდის გოჩა? აქ და მაგრად. რატო? რატო ის ძვლები მიმქონდა და დედა ჩემი სიკვდილი გოჩა, შეხედე ვის კბილი გაგაკრული გოჩა. დედა ჩემი სიკვდილი რა გავაკეთე? ივიშვიში ახლა ივიშვიში. დიახაც შენი ბრალი არის. იმ ძვლებს იმდენი ხორცი გააყოლე რომ ძაღლი კი არა მე თვითონ გამოვეკიდებოდი გაც. რას გამოვეკიდებოდი გოჩა, გამაგებინე რას გამოვეკიდებოდი? იმ ხელა საჭვლიანი პარკი ხელში გეჭირა და რაღაც შენ გიკბინა იმ ძაღლმა კაცო. ხო და რო არ ვაძლევდი გაუძალიანდი. მე მეცა. ხო და მე ცოტა ხანი კი გაუძალეთ, მაგრამ მე მაინც წაიო. რა ხიფათიანი ვინმე ხარ? არავინ არ იყო ეზოში რომ მოქშველებოდა დედა შეხედე როგორ. იყო, მაგრამ რო დაინახეს რომ პარკიდან ქერქები გადმოცივდა და ძვლები იფიქრეს რომ ძაღლს ართვაო და ძაღლის მხარე დაიჭირეს. დედა გოჩა იცი რა, სასწრაფოდ შრატი უნდა გავაკეთოთ. არაფრით არ შეიძლება ამის ესე დატოვება, კაცო. რუსო, რას ლაპარაკო? რა შრატი? 6 თვე, არც ალკოჰოლი, არც ცხარე, არც მჟავე. ჯერ 6 თვე იცი რამდენია? 6 თვე.